მივდივართ აბუდელაურის ტბების დასალაშქრად, ჩამოვედით ქუთაისი. ვნახოთ თუ ღირდა 250 კილომეტრის გამოვლა ამისთვის. აგერ ნანუკი დაღლილია უკვე. არ იცის თუ გაკაჩავს, მაგრამ გაკაჩავ კი. მაგარი ვარ? კი. ესე გვეძინა 1-2 საათი სრულ და ღამის 3 საათზე ავდექით წამოსასვლელად. მარშრუტში საერთოდ არ გვეძინა 5 საათი მაინც მოვუნდით აქამდე მოსვლას. ხო და ვნახოთ თუ ღირს საერთოდ. ცოტა დალახი არის. როგორც გავიგე, აქ ხშირად იცვლება ამინდი და ცოტათი მომზადებული წამოვედი. ერთი ცალი საწვიმარი თუ გაწვიმდება ნანუკისთვის, მე დავსველდები, არ მაქვს პრობლემა. მზის შემთხვევაში, მზის განდამცავი და მზის ქუდი წამოვიღე, სვიტრი, თბილი ტანსაცმელი, არავხელა ჩანთამომაქ. ჯერჯერობით ძალიან გახარებული ვარ ამ ხედით. და აქ სიარულით, მაგრამ დიდი გზაა წინ. იმედია ნანუკი ძალიან არ გაწვალდება და ბევრს არ იწუწუნებს. იმედი მაქვს. ჯერ ისე მივდივარ. მე მგონი არ უნდა ვიწუწო. იქ მეც მინდა ასვლა დრონით უნდა გადავიღო. ნახეთ რა, მაგარი რაღაცა გადავიღო იქ. ნახეთ ახლა რა ვქნა. საიდან ამოხვედი, მაგ გვერდიდან ამოვედი. მაგრამ მე ჯერ ჩავალ, ხედი რა შეგიშალა. მიდი, კაც შენ. ხო, ამოწევდა. კი. ხო, იმიტომ რომ მე აქ ორივე ფოთოლი და შეგიშლა. მაშინ ჩავალ, ჯერ. ჩამოხვალ? კი. თუ შენ ხوار ჭირდება რამე? არა. მოწადე. დრონით მოვაპირებ და. ნახუნდა ფეხს რას ვადგა. კარგად გიდგას. ეს ფეხი აქ უნდა გავჩერდე, უნდა გადავიღო უეჭვი. აუ რა კაი. რა პატარა ჩანხარ, ნანუკი. ხო, უნდა ჩავიდე აქედან. ისე ჩანთა უნდა ჩავაგდოთ. ძალიან მძიმე. ხო არ მიდევს რა მე ისეთი? რო დამანახა, რა ხდება? აქ. უფ. ეგა. ავედი თორე. მე ველოდები ყველა და უთხარი წადითქო და არ წავიდნენ. ჯობია მე თვითონ წავიდე. გედეიკავე რა. შენ რა შვე? მე ვჩები. მოდიენ ეგენ და მოუცადეთ, გააჩერე მაგას უყველა. ისე კაი ხანი არ გიწუწუნია. თუ წაღან ხო იწუწუნე რაღაც. არა. მე პირველი წუწუნი იყო ტეხა ხო, რაღაცა თქვი. რაღაცა მტკივა. რა მტკივა? არ ვიცი. გასკი. ჯერ 1 კილომეტრიც არ გაგვიგლია რო იცოდე. აი, მართლა. ხო, აბა რა. გადაგემართ. ხები მეტკინა უკვე. მომეცი. დავიხალე. ძალიან. მაგრამ ჯერ არ დაგვიწყია სიარული.
მე ფეხები მომწყდა უკვე. თვითონ არის ის, თორე მივამშვენივრად. Просто 1 2 3 4 20 წუწუნი ხონდა იყოს. ხო, ჯერ წინა ყველაზე მთავარი წუწუნები. მაგრა დავიღალე, იმიტომ რომ იმას რო ვიღებდი რაღაცა კლდეზე რო აუძვერი და დრონით ვიღებდი, გაგვასწრეს და გავრბივარ. ხიძა უნდა გადახვიდე, ბო? კი, ამაში მინდო. მე მეგონა წყალში უნდა გადასული. რა ხდება? რა? ძალიან სწრაფად მიცემს და ვიყალე. 2 საათში უნდა გაწვიმდეს შესაბამისად. უნდა დავფაროთ რაღაც მანძილი. 2 საათში მოსალოდნელია წვიმა ესე. და მე 2 საათი ნახოთ თუ მოგვიწევს წვიმაში სიარული. შენ რა სიტყვი ნანუკი? კაი იქნება წვიმაში? არა. ხო იული, კარგად. პირველი წვეთები ვიგრძენი და ნახოთ აბა რა მოყვება პირველ წვეთებს. შესვენება. ბოდიში მე არა ვარ ვიდეოგრაფი. ნანუკის ვაღებიებ ვიდეოებს რაღაცებს და ვაწვალებ. არ გამომდის, კაი. და წასვლის დროა უკვე გავიდა 5 წუთი. იქიდან გინდა რომ დაგორდე? რო ვიკოტრიალო. ნანუკის უნდა რო ავიდეს იმ მინდორს და რო დაგორდეს. აი. ამ მინდვრებზე უნდა მთებზე რო ავიდეს და დაგორდეს. კაი საკოტრიალო. გაგრძელდა მარშრუტი. ზროიარო. ნანუკი ტელეფონის დასადგამს ხმარობს ჯოხად. ადვილი, ჩამოსვლა. აიღალე? ყალი მინდა. ოპერაცია დავალევიოთ ნანუკის წყალი. არ ვიცი რამდენი გავიარეთ. ბევრი რა ხელა გზა გამოგვივიდა. სავარაუდოდ კამერაში არ ჩანს. საიდან დავიწყეთ ის ადგილი. პატარა წერტილად ჩანს. და რამდენი დაგვრჩა არ ვიცი, მაგრამ აღმართში მივდივართ. ამიტომ უფრო რთულია სიარული და დამღლელი. მაგრამ ისე რამე განსაკუთრებული სირთულე არ არის. მარტივი გზა არის ასიარულოდ. უბრალოდ ეხლა დაიწყო აღმართები და ეგაა თორე ისე არაფერი რა. რო ვიღებ მაგის გამო ჩერდები და მე ჩქარა მივივარ ხოლმე და დავიღალე. ფეხზე ძრუება? ფეხზე ძრუება რაღაც. ახალი პრობლემა წარმოიშვა. ფეხსაცმლის გაძრუება. აბა ხელზე ხოლმე გაძრუება მაგარი. რა იყო მე რა უნდა დაისვა. ბიჭო, მე მინდა და ვიქცევი. აი რა ხებია რა. როდის მივალთ? აზრზე არ ვარ, მაგრამ ალბათ მაქსიმუმ 9 საათში მივალთ. ალბათ. მოდი
საიდან მოიგონე. ჩემი აზრით, ვაიმე. ჩემი ინტუიციით. ღმერთო ნეტავი ნახევარსაათი გიმივიდეთ. მედი არაფერი არ მინდა ცხოვრებაში. ნახევარსაათში მივალთ, ნახევარსაათში როგორ მივალთ? რავი 4 კილომეტრი რავია. რა და იქენა ჩამოსვლა იქნება უფრო მარტივი. მარტივი რანაირად მარტივი იქნება რა. და ის რა ქვია. მე დაღმართი რო იქნება ცუდია რა. არა, ადვილი იქნება გრავიტაცია იმოქმედებს ჩვენ სასიკეთოდ. ჩემი აზრით მე უფრო გამიჭირდება დავგორდები. მე ხო გინდა და შენ დაგურებ. მასე ძალიანაც არ მინდა ახლა. რაღაცა დიდ აღმართებს მივადექით. უკვე აღმართებიც უფრო იზრდება და ნანუკიმაც მოუმატა წუწუს. მოუხშირეთ უფრო შესვენებებს. და როგორ მიმყავს ახლა? მოჭდება. კიდე ისვენებ? ლაპარაკი მიდიოდა იმაზე, ავიდოდ თუ არა თეთრ ტბაზე, რომელიც უფრო შორსაა და უფრო რთული გზა. ჯერ ლურჯ და მწვანე ტბაზეც არ ავსულოთ. ვერ ავაღწიეთ. ორად გავიყავით. ერთი ნაწილი ვინც მიდის თეთრ ტბასთან, რომლის გზაც და რელიეფიც შედარებით რთულია და ზოგი რჩება ქვედა ტბასთან, ლურჯ ტბასთან და დაველოდება იქ. მე რა თქმა უნდა არ დავრჩი და წავალ თეთრ ტბასთან. მაინტერესებს, მაგრამ რაცა მეც ძალიან მოვუტყდი. ალბათ იმიტომ რომ არ მიძინია წესიერად და არ დამისვენი. გზა მიდის ას აგერ ხალხი იქ ცხოვრები. მაგარი კაცი გავიცანი აგერ ნიჰალი ხო? კი. თბილისელი. თქვენ რა ქვია? დათო. დათო. სასიამოვნო. პირველად ვსადე სპორტი. რა თქმა უნდა ფეხებით თქო მარტო. მეტი არაფერი არ მქონდა, არა ვარ მომზადებული სამწუხაროდ. აქ უკვე ძალიან ციცაბო დაღმართია. აქედან არ მოსულვართ. აქედან ჩადის გზა ლურჯ ტბასთან. და განახებთ ახლა როგორი დაკიდებული დაღმართი. აქედან ამოსვლა ძალიან რთული იქნება. აქ არ შეიძლება რომ თასმა გახსნილი იქონდეს. იმიტომ რომ დასამტვრევად ცუდი ადგილია ძალიან.
აუ ვიცი რა ვქენით. ეგრო დიდი ასე წვანებთან. მე ჩამოვგორდით. თუებზე ჩამოვხოხდი. შემოგორდით? ხო, ხელები მტკივა. რატო შემოგორდით? იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ჩამოხვიდოდი, ესეთი იყო დაკიდებული. ვაიმე, ამ გემა გადამარჩინა. ადლო, ამ მაგას ეჭიდებოდი? მეც ვაკნახე 2 წელი პატარა. ერთ გოგოსიც რამდენი ხოდა მოკრეფილი. ეხლა მწვანე ტბის ჯერია. დავამშვიდობოთ ლურჯ ტბას. ამბობენ მწვანე ტბა გამოჩნდაო და ნახოთ რა არის. ეს. აი ეს არის მწვანე ტბა აშკარად. იმიტომ რომ ტბა არის და მწვანეც არის. კი. აუ, კაი ხო. უჩეს დამარბილებელი უნდა ნანუკის. აი, გავჩერდით სან. ჩვენ ახლა დავგაზეთ, იმიტომ რომ წვიმას გავასწროთ. ეს არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ უკან, რომ დავბრუნდეთ. ბიჭო, ამ ბროულს მაინც მოიღებ. მდინარე, რომელიც გავლია. აქ წინაღობაში ხოთ, თოვლი. უნდა მოვუაროთ. ვაი, როგორ იტალა წყლები. ხოდა მოვლა. მოკლედ მე კმაყოფილი ვარ ამ ლაშქრობით. მე კაი იყო. მეძინება. კაი იყო, ცოტა რთული იყო, მაგის კაი იყო. მაგარი რთული იყო. ხო კაი იყო. კი კაი იყო. ანუ ღირს გამოვლა. ბევრი კილომეტრებისაც და მე აქ ფეხით სიარულიც ღირს. თორე გადმოვგორდები. თეთრ ტბაზეც ღირს მისვლა და ზოგადად ამნაირი რაღაცები ღირს. ვიდეოები